23885 Skype მისამართი კი გახლავთ ობიექტივი 2. მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი. მადლობა ბატონო სანდრო ინტერვიუსთვის. საკმაოდ საინტერესო რესპონდენტი იყავით და დღეს ხართ განსაკუთრებით აქტუალობას ინარჩუნებთ. თქვენი სკანდალური განცხადება, რომლის საფუძველზეც საკუთარი ნებითვე გათავისუფლდით დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა შემდგომ უკვე კომენტარებში აღნიშნავდით, რომ თქვენ გაიძულეს ამ განცხადების დაწერა. უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ. პირველ რიგში მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩემი გადადგომის საკითხს, მე ვფიქრობ, რომ ეს იმდენად სანდრო ბრეგაძის გადადგომის საკითხი კი არ არის ამ შემთხვევაში საინტერესო. უფრო საინტერესო არის ის პროცესები, რომელიც საქართველოს მთავრობაში მიმდინარეობს და რომელი პროცესები ჩემის ღმარ რწმენით დამღუპელი არის ქვეყნისთვის. რას გულისხმობ მე ყოველივე ამაში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ რესპუბლიკური პარტია საკმაოდ სუყედ არის წარმოდგენილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ხოლო რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ქალბატონი ხიდაშელი გახლავთ საქართველოს სამარცხვინო თავდაცვის მინისტრი, ადამიანი, რომელმაც საგარეჯოს არჩევნები გააყალბა, რაზეც შემდგომში მოგვიანებით ვისაუბრებ. მაგრამ უშუალოდ ჩემი გადადგომის საკითხი პირველად დადგა დაახლოებით 6 თვის წინ, მაშინ როდესაც ჰომოსექსუალთა ლიდერმა ირაკლი ვაჭარაძე არის თუ არ ვცდები გვარად საჯაროდ ძალიან ცუდი სიტყვებით მოიხსენია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი თავმჯდომარე ილია მეორე, როდესაც მას უწოდა საქართველოს ნომერი პირველი მტერი და მოითხოვა პატრიარქის დაპატიმრება. მიუხედავად იმისა, რომ ეს საჯარო მოხელე მინისტრთა კაბინეტის წევრი გახდით, ჩემ მოვალეობა ჩავთვალე, რომ გამოხმაურებოდი ამ სითავხედეს, ამ გაუგონარ სიბლიწეს, რომელიც წამოვიდა ბატონი ვაჭარაძისგან და საკმაოდ მკვეთრ ფორმებში გავაკრიტიკე ის და მოუწოდე, რომ ხმა აღარ ამოეღო ამ საკითხზე. რასაც მოყვა კაპიტანი გიგაური არის ესეთი, ვითომ არა სამთავრობო ვანო მერაბიშვილის დროინდელი პოლიციელი, რომელსაც კაპიტნობა მიანიჭეს 7 ნოემბრის დარბევის შემდგომ, კაპიტან გიგაურის ლომჯარიას და ესეთი ტიპის მარგინალური ქართველოფობიური ჯგუფების მხრიდან მოვიდა განცხადება მინისტრთა კაბინეტში, რომ ისინი მოითხოვდნენ ჩემს გადაყენებას იმის გამო, რომ მე დავიცავი ამ შემთხვევაში საქართველოს ეკლესიის მესაჯე და საქართველოს ეკლესია. ყველაზე უცნაური ამ შემთხვევაში იყო არა თვითონ ფაქტი იმის თაობაზე, რომ ამ ადამიანებმა და ამ პირთა ჯგუფმა, რომლებიც მართლაც ქართველოფობები არიან და რომლებსაც ქართველობა აბსოლუტურად ყველაფერი ქართულის სულთ მოითხოვეს ჩემი გადაყენება, არამედ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩემ და სამწუხაროდ მინისტრთა კაბინეტში აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამას გამოუჩნდა მხარდამჭერები და მედროშე იყო, რა თქმა უნდა, ქალბატონი თინათინ ხიდაშელი და რესპუბლიკური პარტიის სხვა ლიდერები, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში არიან წარმოდგენილები მინისტრების სახით. მთავრობის ხდომაზე მათ კატეგორიულად მოსთხოვეს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გადავეყენებინე მე დაკავებული თანამდებობიდან. ეს დახურული მთავრობის ხდომა? დიახ, დახურული მთავრობის ხდომა იყო, რადგანაც ღიად ამის დაფიქსირება, რა თქმა უნდა, ყოლა წარმოუდგენელი იყო, იმიტომ რომ მხოლოდ იმიტომ, რომ მე მოუწოდე ირაკლი ვაჭარაძეს, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისთვის აღარ ეწოდებინა საქართველოს ნომერ პირველი მტერი და არ მოითხოვა მისი დაპატიმრება, მხოლოდ ამის გამო ქალბატონმა თინათინ ხიდაშელმა და მინისტრთა კაბინეტის რესპუბლიკელმა სხვა წევრებმა პირდაპირ მოითხოვეს ჩემი გადაყენება, რაზეც სხვა შორის ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღეს საკმაოდ ვაჟკაცური და ადეკვატური პასუხი და მე რამდენადაც ვიცი, ბატონმა ირაკლი მათ აუგზავნა კიდევაც ამ თემაზე მეორეჯერ საუბარი. ბატონო სანდრო, შეგაწყვეტილ ხოლმე საუბრას თქვენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახსენეთ საზოგადოებაში მუსილებს გარკვეული მოსაზრება და თქვენი აზრი მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ ირაკლი ღარიბაშვილის ფრაზას, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთიანობა, ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას და საკმაოდ ხის დამოკიდებულებას, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არ დაკანონდება, შეეწირა თუ არა იგი ამ ფრაზებს, შეეწირა თუ არა მისი თანამდებობა ამ ფრაზებს? კი ბატონო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი და არა ერთადერთი გამსაზღვრელი ფაქტორი ირაკლი ღარიბაშვილის წასვლისა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან იყო ის ფაქტორი, რომ ბატონი ღარიბაშვილი
ეროვნულ პოზიციებს იცავდა და ეროვნულ პოზიციებზე იდგა და აი ეს ორი ფაქტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა, იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბატონი ღარიბაშვილი წავიდა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. თუმცა მე როგორც მოვლენების უშუალო მონაწილეს და შიგნიდან მაყურებელ ადამიანს, რა თქმა უნდა, კიდევ საკმაოდ ბევრი მაქვს მოსაყოლე და ბევრი მაქვს გასახსენებელი ყველა იმ სიბინძურეზე, რა სიბინძურესაც ჩადიოდნენ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში რესპუბლიკური პარტიის წევრები და სხვა ქართველოფობიური დაჯგუფებები, რომლებიც დღესაც არიან ხელისუფლებაში ჩემ და სამწუხაროდ. რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, მე მინდა და ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ მოდით პირდაპირ გეტყვით, რომ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა, მინისტრთა კაბინეტის რესპუბლიკურ წევრებს ჰქონდათ ზეიმი და ისინი არც მალავდნენ თავიანთ სიხარულს და პირდაპირ აცხადებდნენ, რომ მიზანი მიღწეულია, ღარიბაშვილი გადადგა და როდესაც ბატონ გიორგი კვირიკაშვილზე საუბრობდნენ, გიორგი კვირიკაშვილზე მოდით რბილად ვიტყვი, ერთგვარად აკდებით საუბრობდნენ, რომ კვირიკაშვილი ადვილად მართვადი პიროვნება არის და ისინი ფიქრობენ, რომ კვირიკაშვილი არის დღეს ადვილად მართვადი პიროვნება, თუმცა ეს ბატონი კვირიკაშვილის ქმედებამ ჩემთან დაკავშირებით დაადასტურა. ღარიბაშვილი აიძულეს, რომ გადამდგარიყო? ღარიბაშვილი აიძულეს, რომ გადამდგარიყო, კი ბატონო. და ვინ იყო ამ იძულების ინიციატორი? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირები აქ იყვნენ რესპუბლიკური პარტიის წევრები. ერთ-ერთი მთავარი მოქმედი რა ძალა აქვთ ამ რესპუბლიკური პარტიის წევრებს, იმიტომ რომ მოდით ვიყოთ გულახდილები, თუ ჩვენ ცალკე ავიღებთ რესპუბლიკურ პარტიას, მათ რეიტინგზე საუბარი ცოტა არ იყოს სასაცილო, იმიტომ რომ ფაქტობრივად პარტიას რეიტინგი არ აქვს. რომ არა კოალიცია და მასში შემავალი სხვადასხვა პარტიები, ისინი ვერც დეპუტატები იქნებოდნენ და ვერც სხვადასხვა აღმასრულებელ თანამდებობებზე ვერ მოხვდებოდნენ. მაშინ რა ძალა აქვთ მათ ისეთი, ან რა არგუმენტები აქვთ, ან რა კომპრომატები აქვთ, არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილის კოალიციის ხელმძღვანელების მისამართით ისეთი, რომ თავად მართავენ ყოველთვის პროცესებს. არა, კომპრომატები მათ არანაირი არ აქვთ. მე პირდაპირ გეტყვით, რომ რესპუბლიკელები აშანტაჟებენ მთელ კოალიციას და მთელ მთავრობას. რითი აშანტაჟებენ? აშანტაჟებენ იმით, რომ ჩემ და სამწუხაროდ ბევრი და უმეტესობა დაარწმუნეს იმაში, რომ თუ რესპუბლიკელები არ იქნებიან სამთავრობო კოალიციაში, მაშინ მთავრობა და ხელისუფლება დაკარგავს დასავლეთის ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ევროპის ქვეყნების ხარდაჭერას და მე ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი საკმაოდ პროვინციულად აზროვნებს მინისტრთა კაბინეტის წევრები და მათ შეერავთ, რომ თითქოს და რესპუბლიკელებზე არის დამოკიდებული საქართველოს საერთაშორისო ხარდაჭერა. არა და მე მინდა ყველა მიცოდეს, რომ იგივე ევროკავშირს, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებს და იგივე სხვა ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს აქვთ ურთიერთობა საქართველოს სახელმწიფოსთან და არა რესპუბლიკურ პარტიასთან. სხვა შორის თავის დროზე მიხეილ სააკაშვილიც ანალოგიურად აშანტაჟებდა საქართველოს მოსახლეობას, როდესაც საუბრობდა იმაზე, რომ თუ ის არ იქნებოდა და ნაციონალური მოძრაობა თუ არ იქნებოდა ხელისუფლებაში, მაშინ ევროპასთან ყველანაირი კონტაქტი გაწყდებოდა, რომ ევროპა იგნორირებას გაგვიკეთებდა, რომ ჩვენ ბოიკოტი გვექნებოდა და საერთაშორისო იზოლაციაში მოხვდებოდით, მაგრამ წავიდა მიხეილ სააკაშვილი და ჩვენ დავინახეთ, რომ ევროპასთან იგივე ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი ბევრად უფრო ჩქარა წარიმართა, იგივე ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა და ბევრად უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგა ევროპასთან ურთიერთობის საქმეში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის მცდარი შეხედულება, მაგრამ ჩემ და სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერავთ ამისი და სწორედ ამიტომ არიან ერთგვარად შეშინებულები რესპუბლიკელების მხრიდან. მაგრამ მე გავაგრძელებ. თავად იყო საგარეო საქმეთა მინისტრია შესაბამისად, მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია საგარეო ასპარეზზე, ვინ ლობირებს საქართველოს თუნდაც ნატოში ან ევროკავშირში ინტეგრაციას და აქვს თუ არა რესპუბლიკელებს რეალურად ის ძალა. ბევრი შეიძლება უნდა რომ სჯეროდეს ამის. ერთი არის რომ გჯერავს და მეორე არის რომ შენ თავს არწმუნებ რომ ესე არის. გარკვეული პოლიტიკა. რა თქმა უნდა ორი კატეგორია არის. მაგრამ ყველაზე მთავარია ამ შემთხვევაში არის შემდეგი რამ. მე პიროვნულად, რა თქმა უნდა, არც ხალბატონ ხიდაშვილს, არც ბატონ უსუფაშვილს და არც მე ბერძენიშვილებს და არავის არ უპირისპირდები, რადგანაც პიროვნული დაპირისპირება მე პოლიტიკაში არ მიმაჩნია საერთოდ მიზანშეწონილად. მე უპირისპირდები მათ იდეოლოგიურად, რადგანაც ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას ებრძოდა და რომელმაც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა კანონიერ ხელისუფლების დამხობაში,
იმ დროიდან არის ჩემთვის მიუღებელი თავისი იდეოლოგიით, თავისი წარსულით, თავისი ამწყუთით და თავისი მომავალი ხედვებით. ეს დასამალი არ არის და ყველა მიცის და ეხლა ჩვენ რომ ერთმანეთსადმი დიდი სიყვარული არ გაგვაჩნია, ესეც ალბათ დასამალი არ არის და აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის არის თვალნათელი. თუმცა, როდესაც 2012 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა კოალიცია ქართული ოცნება და როდესაც ჩვენ ყველანი წავედით ბრძოლაში და საკმაოდ უკომპრომისო ბრძოლაში და საშიშ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან, მაშინაც კი მე სკეპტიკურად უყურებდი რესპუბლიკელების მონაწილეობას ამ საქმეში, მაგრამ მაშინდელმა კოალიციის ლიდერებმა ერთგვარად დამისაბუთეს, რომ ამ ეტაპზე აუცილებელი იყო ყველანაირი პოლიტიკური იდეოლოგიის პარტიის გაერთიანება ერთი დროშის ქვეშ, რათა დამარცხებულიყო სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმი, ხოლო შემდგომ, როდესაც სააკაშვილი საბოლოოდ წავიდოდა ხელისუფლებიდან, ყველა პარტია, ანუ კოალიცია გაიშლებოდა და ყველა პოლიტიკური პარტია ცალკე მიიღებდა მომავალ, ანუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა შემდგომ შეიცვალა პოზიციები. რესპუბლიკელები, რა თქმა უნდა, არსაწამსვლელები არ არიან, იმიტომ რომ თქვენ აღნიშნეთ და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათ არათუ 5%-იანი ბარიერის გადალახვა, არამედ 2-3%-ის აღება გაუჭირდებათ. დიახ, და მათი წარსული რეიტინგებიც ადასტურებს, როდესაც ისინი მარტონი გავიდნენ არჩევნებში, ეს იქნებოდა ადგილობრივი არჩევნები თუ საპარლამენტო არჩევნები, ისინი არცად წასვლას არ აპირებენ და დღესაც მათ სურთ, რომ ჩამოგიდებული იყვნენ კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტზე, რათა ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით კიდევ ერთხელ შევიდნენ პარლამენტში და შემდგომში ის საქმიანობა განახორციელონ, რომელიც საქმიანობასაც დღემდე ეწევიან, რაც არის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი და მე ვფიქრობ, რომ ამორალური საქმიანობაც არის ეს. თუნდაც ავიღოთ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი ქალბატონი კორძაია, რომელიც ახლა მე ვიცი, რომ ნაძალადევის მოსახლეობა უსმენს ჩვენ გადაცემას და ალბათ მათაც ჩვენი ტრადიცია, რომ ის არავის არ აურჩევია. იქ აირჩიეს ქართული ოცნება და იქ აირჩიეს ბიძინა ივანიშვილი. უბრალოდ ამ სახელით ისარგებლა თამარ კორძაიამ, რომელიც გახლავთ მართლმადიდებლობის ეკლესიის ნეობრიობის მორალის და ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლის მედროშე და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც ღიად მიესალმება ერთ და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინებას საქართველოში, ანუ მისი მიზანი არის და მისი ამოცანა არის, რომ მომავალ პარლამენტში დაკანონდეს მამაკაცის მამაკაცზე ქორწინება და ქალის ქალზე ქორწინება. ჩვენ არ დავასრულოთ ის პროცესები, რამაც ჩემი გადადგომა გამოიწვია, ჩვენ 6 თვლის წინადელი ამბავი გავიხსენეთ, მაგრამ მე მგონია მაყურებლისთვის იქნება საინტერესო თუ კონკრეტულად რა მოხდა იმ დღეს, როდესაც მე დავწერე განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მას შემდგომ წინა დღით მე დავწერე საკმაოდ ისეთი კრიტიკული პოსტი რესპუბლიკელების საქმიანობის შესახებ. მაგრამ ამას წინ უძღოდა, რა თქმა უნდა, ის პროცესი, რომელიც თავის თავში გულისხმობს საკონსტიტუციო შესწორების შეტანას პარლამენტში. ეს საკონსტიტუციო შესწორება შეიტანა მოძრაობა ეროვნულებმა, მოძრაობა ეროვნულების გენერალური მდივანი ბატონი კახა მიგინეიშვილი ესაუბრა აბსოლუტურად ყველა საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელს და მოუწოდა მათ, რომ ხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო შესწორებისთვის, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩაიწერებოდა, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი ერთობა. ეს ფორმულირება ეკუთვნის ბატონ ზვიად ტომარაძეს. ჩვენ ვართ უბრალოდ ინიციატორები ამ საკითხის და ფაქტობრივად ყველა დადგა არჩევანის წინაშე. დაეჭირათ ერთ და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინებისთვის მხარი თუ არ დაეჭირათ. ჩემდა საბედნიეროდ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის დიდმა უმრავლესობამ დაიჭირა ის პოზიცია, რომელი პოზიციაც უჭირავთ და რომელი პოზიციაზეც დგანან მოძრაობა ეროვნულები. ანუ მათ ღიად და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ომარ ნიშნიანიძეს, რომელმაც პირველმა მოაწერა ამ ჩვენს მოწოდებას ხელი, ბატონ სოსო დანელიას, მარტვილის დეპუტატს, ასევე თემურ ხუბულურს, ასევე დავით ლორთქიფანიძეს. მე უბრალოდ არ მინდა გამორჩეს ის ადამიანები, რომლებიც ხელი მოაწერეს, ასევე ბატონ მაისურაძეს და მწვანეთა პარტიის ლიდერს ბატონ გია გაჩეჩილაძეს, რომლებმაც ყისიერად მოაწერეს ამ მოთხოვნას ხელი, რადგანაც ამ მოთხოვნას ჭირდებოდა 76 დეპუტატის ხელმოწერა.
ბევრი მათგანი დაიმალა, მაგრამ ღიად არავის არ დაუფიქსირებია პოზიცია იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ ოდესმე ერთ და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინებას. ორადორი ფრაქცია პარლამენტში. ნაციონალური მოძრაობა და რესპუბლიკური პარტიის ფრაქცია აღმოჩნდა იმ ადამიანთა რიგებში და რომლებმაც ამას ხელი არ მოაწერეს, რითაც ფაქტობრივად განაცხადეს, რომ ისინი საჭიროების მომენტში ხარს დაუჭერენ, რომ კონსტიტუციაში შევიდეს სრულიება, რომლის მიხედვითაც ერთ და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება დაკანონდება. პირადად თანხმედრა ამ ორ პარტიაში. რა თქმა უნდა, პირადად ბატონი კახამიგინეიშვილი, პირადად ესაუბრა ბატონ ვახტანგ ხმალაძეს, რომელმაც კატეგორიული უარი განუცხადა ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე და მან პირდაპირ განუცხადა, რომ ქართული ოცნებაც კი და ბიძინა ივანიშვილიც კი, რომ შემოვიდეს ამ ინიციატივით პარლამენტში, ისინი მხარს არ დაუჭერდნენ ამ ინიციატივას. ეს უკვე მანიშნებელი იყო იმისა, რომ მე სანდრო ბრეგაძე და ჩემნაირად მოაზროვნე ადამიანების ადგილი იქ, სადაც არიან რესპუბლიკელები, ანუ პოლიტიკური ჯგუფი, რომლის იდეოლოგიაშიც არის ჩადებული ის, რომ ოდესმე შეიძლება საქართველოში მამაკაცი დაქორწინდეს და ქალი ქალზე დაქორწინდეს და აი ამის ყველაფერის ლობისტები არიან და ამ იდეოლოგიას ემსახურებიან, რა თქმა უნდა, ერთად ვეღარ ვიქნებოდით. და ჩემი გაღიზიანებაც, ჩემი პროტესტიც, ჩემი საჯარო გამოსვლაც, რომელიც ინტერნეტ სივრცეში იქნა ატვირთული, ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს, რომ საზოგადოებისთვის დამენახვებინა, რომ რესპუბლიკელები ამ შემთხვევაში ხან ნაციონალებთან მე არაფერი არ მეცაქმება, ისინი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არიან და ჩემი ზღმარტვენი დამნაშავე პოლიტიკური ძალა არის. რესპუბლიკელები, რომლებიც არიან იმ კოალიციის წევრი, რომელი კოალიციის უმაღლესი თანამდებობის პირიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბრძანდებოდი მე, არიან ჩემთვის კატეგორიულად მიუღებლები. დილით, როდესაც დამთავრდა თავრობის ხდომა, თავრობის ხდომის შემდგომ ეგზალტირებულმა თინა ხიდაშელმა და ის იყო საკმაოდ ეგზალტირებული და გაღიზიანებული, შეიყვანა პრემიერ-მინისტრი და მე რამდენადაც მითხრეს და ეს არ უთქვიათ ახლა ქუჩაში, ჩემთვის ეს მითხრეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში გაცხარებით ესაუბრებოდა და პირდაპირ ულტიმატუმს უყენებდა, რომ თუ ბრეგაძე არ გადადგება თანამდებობიდან, მაშინ კოალიციის ერთიანობა საფრთხე დაემუქრება. ბატონმა გიორგი კოალიციის სიმყარე რესპუბლიკელების კეთილნებაზეა დამოკიდებული, ანუ ჯერჯერობით ესე არის ჩვენ და სამწუხაროდ, ჯერჯერობით ესე არის. ბატონო სანდრო, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით მობილური გველოდება, მაყურებელი და დილის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე აუცილებლად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. ჩემს უშენიერეს მასმინძელს ცხოვრობ არ გამაწყვეტინოს. რეზო არ ამაშუკელი. გესმით. გამარჯობა ბატონო. ძალიან მოკლედ ვეცდები რომ თქვა. სანდრო არის ის ქართველი, რომელსაც ყველა წესიერი ქართველი, აი ყველა ნორმალური ადამიანი, ვისაც თავის ქვეყანა უყვარს, თავიდან ბოლომდე ეთანხმება. მე სრულებითაც არ ვამბობ იმას, რომ დაუშვათ ის ვის გონია, რომ სანდრო ბრეგაძე არის მარტო. თელი საქართველო დადგება მაგალითის გვერდით. ასევე გოგიტოპაზის თემას მე ცოტა ხანში გავაჟღერე, მაგრამ ამ წუთში მინდა სანდროზე ვილაპარაკო მე. პირდაპირ ვაცხადებ, სანდრო ზვირფასო. მე როგორც რიგითი ქართველი ერთ-ერთი მოქალაქე რეზო ამაშუკელი, თუ სადაც იქნებიან რესპუბლიკელები, სადაც გაჭაჭანდებიან ეგენი, იქ ჩემი ხსენება არ იქნება. შვილს არ მივცემ ხმას მე. შვილს იმას კი არა ხელისუფლებას. ჩემ შვილს ხალწირავ. თუ ის მაგათ გვერდით დადგება. შენ ერთი წუთით არ დახსნეს გული. კაცი ხარ რომ მიატოვე ყველაფერი. რა თქვია თინა ხედაშელი შეყავს პრემიერ-მინისტრი და ეხა მახსოვდა იქა. აი ეს არის მარაზმი. ის კი არის მარაზმი, რაც მაგის ქმარმა თქვა ჩემზე როცა შეიკრიბა 400 კაცი მოვარდა რუსთავის თეატრში როცა ლაზარი შევკრიბე. ჩემზე რო თქვა რომ ესო ბედერი მარაზმატიკიო. მარაზმატიკები მაგას არისკენ მოიხედონ, მოიკითხონ და ბოდიშის გაცხარებისთვის არ გამოსწყვეტინოთ. არ გამოსწყვეტინოთ. მე ვონები ვისვენ იცნობს. ვისაც ჩემი ესმის, ვინც ჩემს გვერდით ყობრას აპირებს. ვისაც ჩემი ჯერა. მე მოუწოდებ თელ საქართველოს. ნიმი ვურთხებია იმ ქვეყნისთვის, იმ საქართველოსთვის,
რომელიც რესპუბლიკელებს დაკლებს საერთოდ ხელისუფლებაში და კარგად დაემახსოვრონ მაგათმა მაგ ბოდიშიდან აღარ მინდა გავაგრძელო მეტი ლაპარაკი იმიტომ რომ უარესებს ვიტყვი მაგებმა მიხედონ თავიანთ წარსულს თავიდან ბოლომდე და მიხედონ იქ ბაშიროკას მოკლურ და მაგას თავის დროზე გაახმოვანეთ მე ერთი სიტყვით მე არ გამომდის დაული და წყნარი საუბარი იმიტომ რომ ინტერნეტ გაღიზიანებული ვარ და ინტერნეტ ჩვენია მე ქართველობის რამდენჯერ უნდა მოვიცინოთ ეს ყველაფერი ჩვენ ლაბორატორია ვარ ბოლოს და ბოლოს ამერიკის საკონტროლო ლაბორატორია ვარ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჩავარდა ბათუმში და ციცის კრებით დათოხსა საკონტროლო სასამართლოს თავმჯდომარე რა ქვიშავს ესა რომელიც თავმოყარე ქვეყანა მოიწევს ამას ბოლოს და ბოლოს სადაც ვიწროა იქ გასხდეს და გამოსადენის სიხლი გამოვა ალბათ და ეგენი მიყვანებენ იქამდე სახლებიდან გამოაცხადოთ მაგას ბოლოს და ბოლოს და ურავის ნოაქ იმის იმედი რომ იმეს გადაეფარება ვინმე და გასხდება ეს აისო ბოლოს და ბოლოს მოწვიდების პირალა სანდრო მაგრად დადეხი და პირობას გაძლევ რეჯეს სიტყვის არ ვაპირებ პირობას გაძლევ თელ საქართველოს დავაყენებ ჩვენ ფეხზე და ვერეგისებიან ეგენი ქართველების მოსპობას აი ესე დაიმახსოვრონ მაგათმა ხორებმა დაგება მადლობა ბატონო რეზო თქვენი პოზიციის გამოხატვისათვის რეზო ამაშუკელი გახდა ჩვენთან სატელეფონო ხაზზე ბატონო სანდრო საუბრობდით დილის მოვლენებზე როდესაც თქვენ დაწერეთ შემდგომ უკვე განცხადება და გადადეკით სანამ გადავიდოდი ამ თემაზე მინდა განვცხადო რომ ბატონო რეზო გახდათ ერთ-ერთი პირველი ადამიანი რომელმაც ტელეფონზე დამერეკა და აქტიური მხარდაჭერა გამოხატა იმ გადაწყვეტილების მიმართ რომელი გადაწყვეტილებაც მე მივიღე და ჩემთვის რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი სტიმული იყო იმიტომ რომ ვაჟკაცი ადამიანების აქციელი არის რომ თქვან ის სიმართლე რომელიც სიმართლითაც მათ უნდა იცხოვრონ და იმ ზნეობით იცხოვრონ რომელიც ზნეობასაც ჩვენი ქრისტიანული მორალი და წამსი მოგვიწოდებს და ეხლა რომ გადავიდეთ ამ საკითხზე დიახ ამის შემდგომ ბატონმა კვირიკაშვილმა რომელიც არ არის ჩემთვის უცხო ადამიანი და საკმაოდ ახლობელი ადამიანი არის ვერ გაუძლო ხიდაშელის ზეწოლას პირდაპირ ესე შეიძლება ითქვას და მინისტრთა კაბინეტის ხელახლა შეკრიბეს წარმოიდგინეთ ჩემს გამო ხელახლა შეკრიბეს მინისტრთა კაბინეტი და დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემ გადაყენება არ გადაყენების საკითხზე მსჯელობა და ამის შემდგომ როდესაც ფაქტობრივად შანტაჟის ქვეშ მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება რომ მე უნდა დამეტოვებინა თანამდებობა მე მითხრეს ესეთი რამ თუ გავყინავდი საკითხს და თუ გავჩერდებოდი ერთ და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების წინააღმდეგ მაშინ მე შემეძლო მუშაობის გაგრძელება მაგრამ თუ მე გავაგრძელებდი ამ საქმიანობას სასწრაფო წესით მე ვიქნებოდი მოხსნილი თანამდებობიდან და მე დამაყენეს არჩევანის წინაშე მე გავათავისუფლე ყველა იმ ტვირთისგან რომელიც ტვირთსაც ისინი გძნობდნენ ჩემი სახით და პროტესტის ნიშნად დავწერე განცხადება და წამოვედი მაგრამ ეს განცხადება არ იყო რა თქმა უნდა ხა დღეს გამოდიან მინისტრთა კაბინეტის წევრები ერთი არის ესეთი კუმსიშვილი ესეთი ადამიანი რომელიც საკმაოდ სასაცილო პერსონა არის და მე გეტყვით რატომ არის ეს კაცი სასაცილო ადამიანი ეკონომიკის მინისტრზე ვსაუბრობ დიახ ეკონომიკის მინისტრზე ვსაუბრობ ეს არის ჩვეულებრივი კლერკი არანაირი მინისტრი ის არ არის პირდაპირ შემიძლია თქვა და სამარცხვინო ადამიანია ეს გახლავთ ადამიანი მე მოგიყვებით ერთ ფაქტს როდესაც იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღე ცოტა იუმორი მინდა გავურიო ჩვენ ვიყავით მე მივედი პირველი მისალოცად და შემდგომში მოვიდა კუმსიშვილი და ეხლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ბიჭის გვარი არც მახსოვს და პატრიარქმა გვაჩუქა თავის დაბადების დღეზე ლოცვების წიგნი და ბატონი კუმსიშვილი მივიდა და პატრიარქს თხოვა რომ ხელი მოეწერა ლოცვების წიგნზე რაზეც პატრიარქმა უთხრა რომ შვილო სხვა წიგნზე მომაწერინე ხელი ლოცვების წიგნზე როგორ შეიძლება ავტოგრაფის დატოვებაო ნუ აი ესეთი ადამიანები არიან რომლებმაც არც ეკლესია იციან არც მოქცევა იციან არც ოჯახში არ არიან გაზრდილი და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენენ ესენი არიან უსახური ადამიანები ხომ თქვენ გაიხსენებთ ახლა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გვარს აი მითხარით აჰა მითხარით საგარეო საქმეთა მინისტრის გვარი დღევანდელის ბატონი ჯანელიძე
ხო, აი თქვენ კარგი მასალა გქონიათ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობამ არ იცის. სახელს საერთოდ ვერ გაიხსენებთ. მე ასეობენ მინისტრები სამხაროდ, რომლებიც არ გამოიწვიეს. მინისტრთა კაბინეტის წევრი ვარ და მე არ ვიცი მათი გვარი, იმიტომ რომ ესენი რაღაც აი Pink Floyd-ების საოცარი კლიპი არის 70-იან წლებში გადაღებული, თუ გახსოვთ, როდესაც უსახური ბავშვები მიდიან და ხორცაკება მანქანაში ვარდებიან, როდესაც ყველას ერთი სახე აქვს. აი დაახლოებით ესეთი პერსონაჟები არიან ეს ადამიანები. ეს იყო ლირიული გადახვევა უბრალოდ რომ დაგანახოთ თუ რა კატეგორიის ხალხი არიან ის ადამიანები რომლებიც ემონებიან ხიდაშელის ნებასურვილებს და ხიდაშელი რა თქმა უნდა მათზე ბევრად მაღლა დგას იმიტომ რომ ხიდაშელს მიუხედავად იმისა რომ ჩვენთვის მიუღებელი იდეოლოგია აქვს და აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული არის თქვა ჩემი მოსაზრებები მის მოსაზრებებთან შეიძლება ითქვას რომ ხიდაშელი მაინც რაღაცა ცუდი საქართველოსთვის ცუდი, მაგრამ იდეა აქვს და ამ ადამიანს არანაირი იდეა არ აქვს. ესენი სანამ თანამდებობის პირები გახდებოდნენ, არც მანამდე არ იცოდა არავინ ვინ იყვნენ. და ხვალ რომ წავლენ თანამდებობიდან, არც არავის არ ემახსოვრება რომ ისინი ოდესმე რაიმეს წარმოადგენდნენ საზოგადოებაში. ამიტომ ამ ადამიანებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ხიდაშელს და მეც ამის შემდგომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ალბათ უნდა მიმეღო ბევრი ეხა იძახის ეხა თავს იმართლებენ იმითი რომ ჩვენ არ რატომ გადადგა სანდრო და რა საჭირო იყო გადადგომა და გუშინ ბატონმა გიავორსკიმ დამირეკა და მესაურევა და რა საჭირო იყო სანდრო ეს მსხვილ შეწირვაო ეხა მე მგონია ნორმალური ადამიანი ვარ და გიშ არ გავარ ეხლა რომ არ ყოფილიყო ჩემზე ზეწოლა და რომ არ ყოფილიყო ზეწოლა იმ საკითხთან დაკავშირებით რომელიც ერთ და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინებას ეხება ეხა რატომ უნდა გადამდგარიყავი ეხლა ცუთხასიათზე გავიღვიძე დილას და გადავდექი თუ რა იყო დიახ იყო ძალიან დიდი ზეწოლა იყო და ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს სხვადასხვა მინისტრთა კაბინეტის პატრიოტ წევრებზე და მე მინდა ცალსახად განგიცხადოთ ერთი რამ რომ მე ღიად ვამბობ რესპუბლიკელების შესახებ იმას რასაც ვფიქრობ და ეხლა როგორ დავიფიცო ჩემს შვილებს გეფიცებით თუ ეხლა რაიმეს ვამეტებდე მინისტრთა კაბინეტის წევრები მინისტრები ისე საუბრობენ რესპუბლიკელებს რომ ჩემი კრიტიკა იმასთან შედარებით არის იავნანა პირდაპირ ქვეყნის მოღალატეებს უწოდებენ რომ კოროზიას აჩენენ კოალიციაში და მთავრობაში დააფრიალებენ რაღაც დოკუმენტებს რომელსაც მეც მანახებდნენ და მეუნებოდნენ რომ იქნება ვინმეს გავაჟღერებინო რომ ლევან და დავით ბერძენიშვილები ინაურთან და კგბ-სთან თანამშრომლობდნენ მათი დისიდენტობის პერიოდში. ხა მე რა თქმა უნდა ეს არ ვიკადრე და ეს არ გავაკეთე. ეს დოკუმენტაცია? შეგიძლიათ ჩემთან გადმოამისა, მაგრამ მე როგორც ჟურნალისტი არა თუ არ ვიკადრე, ვალდებული ვარ რომ ვიკადრე. დღეს აღმოჩნდა რომ სანდრო ბრეგაძის წინააღმდეგ ერთიანი არის სამთავრობო გუნდი. აი როგორ შეიძლება კი შეიძლება რაღაცა ერთი ტყუილი საერთოდ არ არის კარგი საქციელი საუბარი ბატონო სანდრო მოდით აი ამ კითხვასაც ღიად დავტოვებ იმიტომ რომ მე ჩემის მხრიდან როდესაც არის შინაურული საუბარი და როდესაც არის პირობა იმისი რომ ეს საუბარი გარეთ არ უნდა გავიდეს მე ყოველთვის ვიცავ ამ პირობას და არ ვსაუბრობ ხოლმე ამ თემებზე ამიტომ მათ შეუძლიათ 1000 სისაზღლე ისაუბრონ ჩემ შესახებ და მე ჩემის მხრივ ზნეობას, ვაჟკაცობას და კაცობას გამოვიჩენ და კიდევ არ ვიტყვი ბევრი ისეთ რაღაცას, რომელმაც შეიძლება საერთოდ თავი მოჭრას ბევრ ადამიანს. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. დღეს მომივიდა ინფორმაცია, რაც ყველაზე საცნაური არის ჩემთვის და რაც ყველაზე უпроსორად უცნაური იყო ჩემთვის, ბოდიში შემეშალა სიტყვა, რომ თინა ხიდაშელმა პირდაპირ მოთხოვა აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ სანდრო ბრეგაძეს კიდევ რაიმე უნდა გაუკეთოთ და რა უნდა გამიკეთონ ხა ჯარს გამომიგზავნის სახში ბომბას მესვრის დააჭერინებს ჩემ თავს ხო ეხა მე ეხა მეტროში და ქუჩის ბრიჟაზე და ტროლეიბუსში გაგებულ ინფორმაციებს არ გეუბნებით ხომ მე შიგნიდან შიდა ინფორმაციებს გეუბნებით, იმიტომ რომ გახდით აღმოსავლური ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. და რამ გააბრაზა თინა ხიდაშელი ასე ძალიან, მან ხომ მიაღწია თავის მიზანს თქვენივე სიტყვებით, თქვენ აღარ ხართ სამთავრობო და წარმომადგენელი. მე ჩემი გამოსვლებით, ეხლა მე ჩემი გამოსვლებით ვაზარალებ კოალიციას და მე ვარ
გმირის პოზიციაში და ისინი არიან მოღალატეების პოზიციაში. ამიტომ ეს ყველაფერი რომ შეიცვალოს, უნდა მოხდეს, უნდა გააკეთონ რაღაცა ჩემ წინააღმდეგ. პირად დაპირისპირებაში იზრდება უკვე. იცით რა არის სასაცილოა ახლა ხიდაშელი კი არა 19 წლის ასაკში მხედრი უნწყავდი დაჭერილი და ერთი სიტყვა ვერ მათქვევინეს მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მაწამებდნენ. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ხიდაშელი მე ვერ შემაშინებს და ჩემი საერთოდ მაგალითი ცხოვრებისეული მაგალითი არის მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია და მე ვიცი მერაბ კოსტავას თუ რა საშინელებებია გადატანილი, როდესაც პატარა ბიჭი დაიჭირეს და ეხლა მე მერაბ კოსტავას კი არ ვედრევი, მერაბ კოსტავას რომ შეედარო ამისთვის ძალიან დიდი და ამაღლებული გზა უნდა გაიარო, მაგრამ თითოეულ ჩვენგანის ამოცანა არის რომ ადამიანები რომლებიც შენთვის შენი ცხოვრებისეული გმირები არიან, რაღაცაში მაინც ეცადო რომ მის გზაზე იარო და ეხლა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას გვერდით გაზრდილ მაშინ პატარა ბიჭს როგორ შემაშინებს ახლა ხიდაშელი ან აგულაშვილი შევარნაძის საბოლოო ჯამში ბატონო სანდრო შეგვიძლია პირველი ნაბიჯი იცით რა იყო მე უბრალოდ ეს მინდა თქვა აუცილებლად პირველი ნაბიჯი რა იყო ახლა რამდენად პატარა ადამიანები არიან და რამდენად ბოღმები არიან შევარნაძის დროინდელმა კორუმპირებულმა პროკურორმა ამჟამად გარემოს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მოხსნა მოძრაობა ეროვნულების წალენჯიხის რაიონის ხელმძღვანელი ჯემალ ქარდავა. ჯემალ ქარდავა გახლავთ ადამიანი, რომელიც 6 ძმა იბრძოდა კანონიერი ხელისუფლების ხარდასაჭერად საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ტყეშიც იყო გასული, კანონიერი გვარდიის წარმომადგენელი არის და ბოლომდე ედგა ზვიად გამსახურდიას. 2012 წლის არჩევნებში ჯემალ ქარდავა გახდათ ადამიანი, რომელიც წალენჯიხის რაიონში ღიად დაუპირისპირდა მეგის ქარდავას და ახალაიების ბანდებს და ფაქტურად სიცოცხლე გაწირა ქართული ოცნების გამარჯვებისთვის და დღეს იმის ჩემს გამო ეს ადამიანი გაათავისუფლეს ოფიციალური მიზეზი რა არის გათვალისწინებული მეტყევად მუშაობდა წარმოიდგინეთ მას არ ქონდა რაღაც ესეთი საოცარი თანამდებობა მეტყევად მუშაობდა და გაათავისუფლეს ეს ადამიანი მე მინდა მიმართო ბატონ აგულაშვილს აი ამის სანაცვლოდ თქვენ მიიღეთ ის რომ თქვენ წალენჯიხაში ვერასოდეს ოფისს ვერ გახსნით და თუ მოინდომებთ ამ ოფისის გახსნას ხო მაშინ თქვენ იქ დაგხვდებათ საკმაოდ დიდი პროტესტი რომელ პროტესტსაც რაღაცა მოსაზრებების გამო ბევრი ჩვენთანგანი თავის დროზე აჩერებდა ესევე იქნება არა მარტო სამეგრელოში სამეგრელოს ყველა რაიონში ესევე იქნება და საქართველოსაც მოედება ეს ტალღა და მე მინდა მოუწოდო საქართველოს მოსახლეობას რომ დავიწყოთ მოძრაობა რესპუბლიკური პარტიის დომინაციის წინააღმდეგ შემთხვევაში მე გაძლევთ გარანტიას რომ მომავალ პარლამენტში ჩვენ ვიხილავთ საოცარ და საშინელ კანონებს და ერთ-ერთი კანონი იქნება ერდაიმოვის სქესის ადამიანთა ქორწინების დაკანონება და შემდგომში ვიაროთ თქვა ჯემალის და მურთაზის ქორწილში ან ესეთი ტიპის გარყვნილებას უყუროთ. ოფიციალური მიზეზი მაინტერესებს სამსახურიდან გათავისუფლების, იმიტომ რომ შეიძლება გარემოს დაცვის სამინისტრომ გაავრცელოს ანალოგიური განცხადება, სადაც უარყოს თქვენ მიერ გაჟღერებული ნასვა მისდა საჭესთანო, ეს არის ოფიციალური მიზეზი. ამიტომ გათავისუფლდა. თუმცა ჩვენ მინისტრებიც გვინახიან ნასვა მდგომარეობაში და უარეს არ ვიტყვი. ნარკოტიკული თრობის ქვეშ კიდევ ვინ არის და როგორ არის? საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენც ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად შეეწირეთ ერთსქესიანთა ქორწინების არ დაკანონებას საქართველოში და თუ გაქვთ ინფორმაცია ვინ იქნება შემდგომი, ვინც თქვათ თქვენს მსგავსად შეეწირება მსხვერპლად ამ კანონს და რესპუბლიკელებს. მე ვერაფერს ვერ გეტყვით ვინ შეეწირება რესპუბლიკელების ამ კამპანიას, მაგრამ მე მინდა ერთი რამ თქვა და მე მინდა ეს იცოდეს ყველა. რესპუბლიკელებმაც, არარესპუბლიკელებმაც, პატრიოტებმაც და არაპატრიოტებმაც. არის დგება ადამიანის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც შენ უნდა გადადგა ნაბიჯი. და ეს ნაბიჯი შეიძლება გარკვეულწილად შენ გაზარალებდეს, მაგრამ ეს ნაბიჯი ზნეობისთვის, მორალისთვის და რწმენისთვის არის ხოლმე გადასადგამი. მე გახლავართ ადამიანი, რომელიც სამსახურიდან წამოვედი და სამსახურიდან წამოყვა დაახლოებით 1500 ლარი ვალი, იმიტომ რომ მინუსებში ვარ გადასული ჩემს სახელფასო ბარათზე, რომელიც მე მაქვს. და საკმაოდ ბევრი რამ დავკარგე. ანუ მანკერ პრაქტიკას პრემიებისას არა, რა თქმა უნდა, მე პირდაპირ სახელმწიფოს დანამატი არასოდეს არ ამიღია.
უარი ვთქვი ახალ მანქანაზე, რომელსაც მაძლევდნენ და დავდივარ 12 წლის ავტომობილით და მაგრამ არასოდეს ამითი არ მიტრაბახია, იმიტომ რომ კიდევ არიან იქ ადამიანები, რომლებიც ესე იქცევიან. შეიძლება ბევრნი არ არიან, მაგრამ არიან ადამიანები. არ უნდა გააკეთო ამის აფიშირება და მე ახლაც მეუხერხულება რომ ამაზე ვისაუბრო, უბრალოდ ეს ყველაფერი ვახსენე იმის გულისთვის, რისით თქმაც ეხლა მინდა. ჩვენ ერთი ლარიც კი არ გაგვიკეთებია ზედმეტი თანამდებობაზე ყოფნის დროს და პირიქით რაც შეგვეძლო ჩვენი საქმიანობის კონტექსტში ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის რომ ადამიანებისთვის ჯერ კიდევ ტოლთა მინისტრის მოადგილის პოსტზე, ხოლო შემდგომში დიასპორის მინისტრის მოადგილის პოსტზე, რომ ადამიანებისთვის ყველაზე გაჭირვებული ფენისთვის და დევნილები და ტოლვილები და ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც იძულებულები არიან უცხოეთში იყვნენ და საკმაოდ მძიმე სამუშაოს ეწევიან, არიან ადამიანები, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირთ, მაგრამ მე მინდა ყველას უთხრა ერთი რამ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და მეც ყველაფერს ვაკეთებდი მათთვის. და დიდი ბოდიში მინდა მოუხადო ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ გქონდა ჩვენ რამოდენიმე სერიოზული პროექტი, რომელი პროექტის განხორციელებაც ვერ მოვასწარი და რა ვიცი, მინისტრის პოზიცია რა იყო ამ შემთხვევაში? ეს მინისტრს შეეკითხეთ. მინისტრი არის ჩვეულებრივი კონფორმისტი, მოდით პირდაპირ გეტყვით. და აქედან გამომდინარე, გითხრათ რა პოზიცია ჰქონდა, როდესაც შევედი მის კაბინეტში, ოფისში ცურავდა. და უხერხულობისგან? უხერხულობისგან არა, შიშისგან. ხიდაშელის შიშისგან, იმიტომ რომ მან იცოდა რომ მას რომ ერთი ჩემი დასაცავი სიტყვა ეთქვა, თინა ხიდაშელი, მის გადაყენებასაც მოითხოვდა. თუმცა მე არ ვჭი ამ ადამიანს და ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ყველას ვერ მოთხოვ, რომ გმირი იყოს, ყველას ვერ მოთხოვ, რომ ზნეობრივ მორალურ პრინციპებზე იდგეს. ბიძინა არ შექმნანებიათ. არა, ბიძინა ივანიშვილი არ შემხმიანებია. არც თქვენ არ გიცდიათ მასთან დაკავშირება. არა, არც მე არ მიცდია მასთან დაკავშირება. ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი ლიდერი კოალიცია ქართული ოცნების. პრინციპში კოალიციის წევრებიც აღიარებენ, რომ წინა საარჩევნო კამპანიაში იგი აქტიურად შეერთვება ისევ პროცესებში და მის მოსაზრება, რაც საზოგადოებაში იგივე ჩვენს მაყურებლებში ძალიან ხშირად არის ხოლმე, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდა ოფიციალურად თანამდებობიდან, მაგრამ რეალურად იგი მართავს მაინც კოალიციას. ამის შესახებ შეგეცდათ საინტერესო ჟურნალისტები ბრძანდებით და საკმაოდ კარგი მხრიდან მივლით, რათა მე რაღაცა ისეთები ვთქვა, რომელიც მართლაც საიდუმლოს წარმოადგენს ამ შემთხვევაში. საიდუმლოს ის კი არა რომ რაღაც აშინელება ხდება, უბრალოდ ადამიანები ერთმანეთს ვაძლევთ ხოლმე პირობას, რომ ამაზე არ ვიცაუბროთ საჯაროდ. ანუ არც აკონტროლებთ, არც უარყოფთ. და მე მინდა ერთი რამ ვთქვა ამ შემთხვევაში, რომ რისი თქმაც შემიძლია მე ხლა მინდა ვთქვა, რომ რესპუბლიკელებს, როდესაც ვაკრიტიკებდი, ბიძინა ივანიშვილს ჩემთვის არ დაურეკია და არ უთქვია, რომ გაჩერდიო. ბიძინა ივანიშვილს არც იმაზე დაურეკია ჩემთვის და უთქვია, გაჩერდიო, როდესაც მე საკონსტიტუციო შესწორება შემქონდა პარლამენტში. ეს შემიძლია მე ვთქვა. თავად ბატონი ბიძინას პოზიცია ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით თუ იცით, თუ გქონიათ განხილვა და დადებითი ანუ არ ყოფით. მე რაც შემეძლო ის თქვი, ეხლა ამ ეტაპზე დანარჩენზე ალბათ ჩემთვის ძალიან საპატივსაცემო ადამიანი ბატონი ბიძინა ივანიშვილი ალბათ თავად ისაუბრებს და ჩემგან უხერხული იქნება რა თქმა უნდა. გასაგებია მესმის აბსოლუტურად ადამიანური თვალსაზრისით, თუმცა ჟურნალისტებს გვაქვს ესეთი ცუდი პროფესია ბჭყალებში, როდესაც კითხვები უნდა დავსვათ. კი ნაღამ წამომაცდენით ახლა თქვენ რაღაცა და ამიტომ სტუდიის მიღმა ვეცდები რომ წავგაცდენინოთ. მაყურებელს ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოუხადო, ძალიან ბევრი შეკითხვა მრჩება, ისეთი დროის განმავლობაში ვერ ჩავეტავი, ამიტომაც ხვალ ამ თემას ინტერაქტივში გამოვიდან და შეგვიძლია უკვე მის ანალიტიკურ რეჟიმში ხვალ პირველის ნახევარზე ობიექტივის ეთერში ვისაუბროთ, ამიტომაც ძალიან დიდი ბოდიში. ბოლო მაყურებელი იქნება, ვისაც დღეს მივიღებ და დანარჩენი მაყურებლები იმედია მომიტევებენ. მოგესალმებით, ეთერში ხართ. მოგესალმებით, ბატონო შეკითხვა მაქვს თქვენ სტუმართან, ასეთი თქვათ, რატომ არ შეიძლებოდა ბოლომდე დარჩენილიყო თავის სამსახურში და არ გაიაზრებინა, თქვათ, გადადგომა და არ შეეცვალა ეს წინააღმდეგობა. უბრალოდ მშვიდი მერვებით შეხვედროდა ამ ყველაფერს. ეს უფრო გამაღიზიანებელი იქნებოდა იმ მხარისათვის, რომელსაც ხიდაშელ უსუფაშვილი ჰქვია. აი ამ ორი ნაბიჯურის ოშ, მადლობა, ძალიან ხოთ კორექტულები იყავით პირდაპირ ეთერში. მე მგონი ამას ბევრმა ადამიანმა დამისვა ეს კითხვა და აბსოლუტურად მართებული არის ეს კითხვა და თქვენი პოზიციაც მართებულია, მაგრამ მოდით პირდაპირ გეტყვით, მე მითხრეს რომ თუ
მე უარს არ ვიტყოდი ერდაიმევის სქესის ქორწინების აკრძალვის მოთხოვნაზე, მე დაახლოებით 15 წუთში მომხსნიდან ბრძანებით და ჩემი განცხადება ეს ფაქტობრივად იყო ფორმალობა, იმიტომ რომ მე განმიცხადეს რომ თუ ესე არ გავაკეთებდი მე მომხსნიდან და სახელმწიფო მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც მზად იყვნენ რომ ჩემი მოხსნის შესახებ განცხადება დაეწერათ და ამ შემთხვევაში მე უბრალოდ ტვირთისგან გავათავისუფლე ეს უბრალოდ ფორმალობა არის მე პირდაპირ მითხეს რომ უნდა გავჩერებულიყავი მე არ გავჩერდები მე საჯაროდ ვაცხადებ პირობას ვდებ ღვთის წინაშე და ერის წინაშე რომ ამ საკითხს მაინც მივიყვანთ ბოლომდე და ჩემმა გადადგომამ სხვათა შორის ერთი ძალიან კარგი რამ ხნა რომ თვითონ ქართული ოცნების დეპუტატები დაფაცურდნენ ახლა და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ერთი კვირის ვადაში ისინი თავად წარმოადგენენ საკონსტიტუციო შესწორების ვარიანტს, იგივე ვარიანტს, რა თქმა უნდა, რომელიც ჩვენ გქონდა შეტანილი და ეს პროცედურები დაიწყება, მაგრამ ამავე დროს ერთი სამწუხარო მოდი ვთქვათ, ისეთი სოლიდარობის გრძნობა ერთმანეთის მიმართ კოალიციაში დიდად არასდროს არ არის ხოლმე. იგივე გოგი თოფაძის მაგალითს თუ გავიხსენებთ, რატომღაც მასეც თავდასხმა განხორციელდა. მიუხედავად იმისა, მე ვეთანხმები თუ არა ბატონი გოგის პოზიციას. ასევე ბატონი მეჭიაური საკმაოდ ხისტი პოზიციები და კომენტარები და მასეც მუდმივად მიმდინარეობს თავდასხმები. ეს ერთიანობა, რაც 2012 წელს თქვენ ხალხს დაანახეთ, ნელ-ნელა ირღვევა. თქვენ ასევე უკვე თქვენ აღარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რამდენიმე დღის წინ კოალიციის წარმომადგენელი იყავით ამ გუნდის წევრი, შესთავაზეთ საზოგადოებას ძალიან ბევრი მცდარი სახე, რომელიც შემდგომ უკვე თავად აღიარეთ. ბატონმა ბიძინამ პრეზიდენტის შესახებ აღიარა სხვა პარალელებს, რომ თავი დავანებოთ. ვისაკისრებთ პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით, მოკლედ რომ მიპასუხოთ და ასევე თქვენ ქალბატონ თინას გამყალბებელი უწოდეთ და თქვით რომ საგარეჯოს არჩევნები გაყავდა. რატომ არ ამოიღეთ ამასთან დაკავშირებით თავის დროზე ხმა და რა არგუმენტები გაქვთ? გეტყვით ახლავე პირველ რიგში რაც შეეხება გაყალბებებს. მე დაახლოებით 5 დღის წინ მომიტანეს ის მასალები რომელი მასალებიც ჰქონდა ჩვენ წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საგარეჯოს არჩევნებში და მე დღეს შემიძლია ეს თქვა ღიად, ესეც ერთგვარი ბრალდება იყო. მოძრაობა ეროვნულების წარმომადგენლები ამ არჩევნებში ეხმარებოდნენ ქალბატონ ირმა ინაშვილს და ეს ქალბატონმა ირმა ჩვენივრად იცის, ალექსი არაბული, უზენაეს საბჭოს ყოფილი დეპუტატი, აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში და მე მომიტანეს დამადასტურებელი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც აქამდე არ გქონდა ნანახი. დაახლოებით 5-6 დღის წინ იყო ეს, რამაც რა თქმა უნდა ძალიან აღმაშფოთა. და მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საგარეჯოში არჩევნები გაყალბდა და საგარეჯოში არჩევნები გააყალბა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. საგარეჯოში არჩევნები მოიგო ირმა ინაშვილმა. ეს არის ცალსახა. მე მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ირმა გახლავთ ჩემი სტუდენტობის დროინდელი მეგობარი, მე ეს არ მალაპარაკებს ამ შემთხვევაში. ნებისმიერ სხვას რომ მოეგო, შალვა ნათელაშვილს რომ მოეგო, თქვათ, გოგი თოფაძეს რომ მოეგო, გუბა სანიგძეს, ნებისმიერ სხვა პოლიტიკოს რომ მოეგო არჩევნები, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის წევრს რომ მოეგო არჩევნები, მე მაინც ვიტყოდი იმ სიმართლეს, რომელიც სიმართლეც მე ამ შემთხვევაში ვიცი და რომელიც სიმართლეში მე დარწმუნებული ვარ და ყველაზე აღმაშფოთებელი აქ იცით რა იყო, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიზანი, როდესაც ჩვენ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილი დავამარცხოთ, იყო ის, რომ საქართველოში არასოდეს არ უნდა გაყალბებულიყო არჩევნები. სხვათა შორის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ყოველგვარი გაყალბების გარეშე, ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა ყოველგვარი გაყალბების გარეშე და რაც ყველაზე სამწუხარო იყო, საგარეჯოს არჩევნები ჩატარდა გაყალბებით და ფალსიფიკაციით. ანუ ამით ჩვენ მივიღეთ სიგნალი, რომ რესპუბლიკელებმა ამ შემთხვევაში იქ არ იყო ხელისუფლება. თინა ხიდაშვილს არ უნდოდა რომ ირმა ინაშვილს მოეგო ეს არჩევნები თუ თინა ხიდაშვილს უბრალოდ არ უნდოდა საგარეჯოს დაკარგვა? პირდაპირ გინდათ გითხრათ. რა თქმა უნდა. მინისტრთა კაბინეტის წევრებს არარესპუბლიკელ წევრებს თითქმის ყველას 1-2 გამონაკლისის გარდა უნდოდა რომ ეს არჩევნები მოეგო ირმა ინაშვილს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აბსოლუტურ უმრავლესობას უნდოდა რომ მოეგო ეს არჩევნები ირმა ინაშვილს. ანუ წაეგო თინა ხიდაშვილს. თქვენ გახსოვთ ალბათ რესპუბლიკელების განცხადება და მათ პირდაპირ დააყენეს საკითხი კოალიციაში შიგნით, რომ კოალიციის წევრები მოქმედებენ ხიდაშელის, თამარ ხიდაშელია თუ არ ვწდები, ის მათი დეპუტატობის კანდიდატი თუ დეპუტატი არის ახლა, მის წინააღმდეგ და იქ უნდა გენახათ თუ რა ეგზალტაცია სხვა შორის რესპუბლიკაში ყველაზე მეტად ახასიათებს თინა ხიდაშელს. ის უცებ რაღაცა საოცრად ეგზალტირებული ხდება ხოლმე, მისი ეგზალტაცია უნდა გენახათ და ის უნდა გენახათ თუ
როგორ საუბრობდა და როგორ საუბარი არ იყო საკმაოდ ხმამაღალ ტონებში იყო მოთხოვნა რომ ეხლა დასხედით ყველა მინისტრები და წამომყევით მე და დაიწყეთ იქ მოსახლეობასთან შეხვედრები და მან ფაქტიურად ის მინისტრები თინა ხიდაშელია პრემიერ-მინისტრი და ჩვენ გვიმალავენ ამას თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად არ არის მაგრამ საკმაოდ დიდი გავლენები აქვს მას და რესპუბლიკურ პარტიას აქვს საკმაოდ დიდი გავლენები. დღეს ესე არის. იმის შანტაჟის ფონზე რომ ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შემდგომ განსაკუთრებით ესე არის. რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდგომ უზურპირებული აქვს მათ ხელისუფლება. თუ არა პასუხისმგებლობა ბატონო სანდრო ის რომ საზოგადოებას მცდარი კადრები შესთავაზა და ეს კადრები დღეს არიან აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში. მე აღვნიშნე რომ ჩვენ ეს არ იყო კოალიცია ერთი იდეოლოგიის გარშემო შექმნილი. ეს იყო კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დასამარცხებლად შექმნილი კოალიცია, სადაც იყვნენ აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ძალები თავმოყრილი. თქვენ შემსვლელად ვისასახელებენ ბატონო სანდრო? არ ვიცი. არ გაქვს ჯერ ინფორმაცია. არ ვიცი და არც მაინტერესებს. არა, ეხლა კიდევ იქ ერთი მოსაზრება წარმოიშვა. სტატუსს მოვკაროთ თქვენსაც თვალე, ამიტომ დავინტერესდა. დიახ, რომ ვინმე ეროვნული ვიპოვოთ და რესპუბლიკელებმა რამდენადაც ვიცი იპოვეს ერთი ესეთი ადამიანი, ვინმე ეროვნული მოძრაობიდან ვიპოვოთ, რომ აი მოსახლეობა შეუქმნათ იმის განცდა, რომ ჩვენ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს კი არ ვებრძვით, არამედ უბრალოდ აი სანდრო ბრეგაძემ დაარღვია რაღაც შიდა კოალიციური ერთობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ხა იმ ადამიანს მინდა მოუწოდო. მე მის ოჯახს და მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ნუ ჩაებმევა რესპუბლიკელების თამაში და ნუ გახდება, იცით რა არის ახლა მე წინასწარ არ მინდა ამის თქმა, ვარაუდის დონეზე. ნუ გახდება ყმა, თინა ხიდაშელის ყმა ნუ გახდება. იმიტომ რომ ეს არის სამარცხვინო ამაზრზენი და კიდევ ერთხელ ვამბობ ერთ რამეს და მინდა რომ ყველამ გაიგოს, რომ სკამი და თანამდებობა აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ არც მინისტრებად ვიბადებით, არც დეპუტატებად ვიბადებით და არც მოვხდებით მინისტრებად და დეპუტატებად. ჩვენ ვიბადებით და ვცხოვრობთ ჩვენი ზნეობით, ჩვენი მორალით და ჩვენი მრწამსით. მე ხა არ მინდა რომ გამოვიდე რაღაც საოცრად მორწმუნე ქრისტიანი. მე არა ვარ ისეთი მორწმუნე, როგორც უნდა ვიყო. მაგრამ მე ვიცი ერთი რამ, რომ არსებობს მორალი, ზნეობა, არსებობს სამშობლოს სიყვარული, არსებობს ქვეყნის სიყვარული და არსებობს ერთი რამ, რომ მე არასოდეს არ უნდა მოვატყუო ჩვენი მოსახლეობა, საქართველოს მოსახლეობა და მე საქართველოს მოსახლეობას არასოდეს არ მოვატყუებ და ვეტყვი იმ სიმართლეს, რომელიც ახლა არის. იცით რატომ არ ხდება ერთ და იმავე სქესის ქორწინების საკონსტიტუციურების განხილვა და ხელის მოწერა დღეს და ხვალ? იმიტომ რომ დროის გასვლას ელოდებიან, რათა შემდგომ იურიდიულად ვეღარ მოხდება ამ პარლამენტის მიერ ამ საკითხის კენჭისყრა, რადგანაც ამას სჭირდება ორი სესია და საყოველთაო სახალხო განხილვა. ჩვენ, როდესაც ბატონმა ტომარაძემ შეიტანა ეს საკითხი 6 თვის წინ, მაშინ რომ დაწყებულიყო განხილვა, დღეს უკვე საგაზაფხულო სესიაზე ეს ცვლილება მიღებული იქნებოდა. გავითიშებით ავტომატურად. და ამიტომ გეუბნებით, ამ საკითხს რაც არ უნდა ეხლა შემოიტანოს ქართულმა ოცნებამ ეს საკითხი, იცოდეთ რომ ამ საკითხის განხილვას და კენჭისყრას ეს პარლამენტი ვერ მოახერხებს. ამიტომ პროცედურული თვალსაზრისით ძალიან მარტივია. უნდა ვიბრძოლოთ რეფერენდუმისთვის, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ საქართველოში არ დაკანონდეს ეს საშინელება და კიდევ ერთი რომ ჩვენ ავაშენოთ ეროვნული სახელმწიფო, ქართული სახელმწიფო, ისეთი სახელმწიფო, როგორც უნდა ზვიად გამსახურდეს და მერაბ კოსოვოს. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა სანდრო ბრეგაძე, უკვე ყოფილი მოადგილე მინისტრის. მადლობა გულახდელი საუბრისთვის. თუ კიდევ გექნებათ რამე სათქმელი სიამოვნებით გიმასპინძლებს, მადლობა ჩვენს მაყურებელს და ხვალ პირველის ნახევარზე შევხვდებით ერთმანეთს.